დავიწყოთ? ხმა კარგად ისმის, ხო? კი, წესით რა. კაი, დავიწყოთ. ყველაზე ლამაზი ხომე ვარ. კი. თავარი ეგა მომიტანეთ. ვიწყებ. დაიწყე. მოგესალმებით. 4 დახველებას გავაკეთებ. შენგან 4 დახველება ის. და მე მივდივარ. ანუ დავიწყებ. მე მეგონა დაწყებული იყო. დაწყება არც გვაცა. მოდი ძმაო, მოდი. შემოვარდა ეგრევე. მოდი. მოდი, მოიცა. მიეცი გინდა მიკროფონი. მოარგე. ეგ არის. ეს საჭაშნიკეში ხინკლის მეცხრე დაბადების დღეს აუნიშნავთ საქართველოში. ზოგადად ხინკალი ქრისტეს შობამდე ძველი წელთაღრიცხვამდე ოპა! საჭმელი იყო, მე მეფეები და აი დღეს ახოვიტანე და ეს რა არის? ოპა! ჩვენი საფირმო მოკრა ხინკალზე. ბარაკა. აბა კეთილი იყო ცოტა მეც დამიყარე რა. მოდი ჩამოჯექი ბარაკა ცოტა. ხინკალს აწინააღმდეგო ჭურვი. მე მეგონა გადასარტყმელად მოიჭრა რომ გააჭვარ. მოგესალმებათ ბუნკერი, მეგობრებო, ჩვენი რიგით მე-16 ეპიზოდია. დღეს ჩვენ ვიმყოფებით საჭაშნიკეში. როგორც მიხვდით, ხინკლის დაბადების დღეზე და ტრადიციულად თქვენს წინაშე არიან ირაკლი კვიტაშვილი კვიტო, ქალთა და კაცთა ბედნიერება თეიმურაზი, მე უბრალოდ ნიკოლოზი და ამ შემთხვევაში ჯოშილი საქართველოს მთავარი მასპინძელი ამბასადორი ეროვნული სერვისებისა და სტუმართ მასპინძლობის ასოციაციის ამბასადორი. და რო შემოგვივარდი მოიცა მეც მინდა რაღაცა თქვა ჩემთან. ინტერნეტ სენსაცია ირაკლი კვიტაშვილი. მე ვარ ინტერნეტ სენსაცია. აღმოჩენა. რა შემოგვივარდი? ხომ და გითხრათ რაღაც ამბები უნდა მოგიყვეთ ხინკალზე. აბა. და ლევ. როცა არა მე არ ვსვამ. როცა ევამ ადამი აცდინა ვაშლის ჭამით, მაშინ რომ ხინკლის მოხვა ცოდნოდა, ის არ მოხდებოდა რაც ხდება. და ხინკლით აწტუნებდა? რა საინტერესო თეორია არის. ხინკლით დაგვიძლია ვიჯდოთ გავშალოთ. აჰა. საკმაოდ საინტერესოა რა. ანუ მარტო ბოსტნეული და ხილი, კი რა თქმა უნდა. ბოსტნეული და ხილი რახან ქონდა ევას და ადამს. ვაშლი მაგიტო გაიჩინა. მაგიტომაც დახოცეს ერთმანეთი. კი არა და ვაშლი მაგიტომ შეჭამეს. და ჯორჯ, დახოცეს ერთმანეთს საიდან მოდი ამით დავისყოთ რა. ხინკალი ქართულია? ქართული კერძია ხინკალი? ხინკალი ყველაზე ეროვნული და ნაციონალური ქართული კერძი არის. ოკეი. რითაც თემი სოფლიო იცნობს ჩვენ ქვეყანას და აი პირველი ტურისტი როცა საქართველოში შემოდის, პირველ რიგში სინჯოს არის ხინკალი, მერე ხაჭაპური და რა თქმა უნდა, რომ ხინკალმა უთხრა მწვადსაო, პური ვაჭამოთ ხალხსაო. მე სხვა ვერსიაც მაქვს მე. მიდი გააჟღერი. მოგიტყავ დედისტრაქსა. ეგ ჯობია. ვერსიაც არის. დებატები საჭაშნიკე 1969-ში. აბა დებატები. ვიდებატო. ვერსია გააჟღერი. მე ერთი შეკითხვა მაქვს რა. ეს არის ვერსია, ეს არის ვერსია. პირველი ღვინო იყო საქართველოში თუ ხინკალი? ღვინოია. კვერცხი. კვერცხიანი ღვინო იყო. პირველი. ხო, ისე მართლა. მე მაინც გონია რომ ჯერ ხინკალს ჭამდნენ და მე ღვინო დააყო. რაღაცა გვინდაო. ანუ ამისთვის შექმნეს ღვინო, რომ რა მივაყოლოთ? და ორივე არა სპირტი რო უფრო უხდება ამას. თან ორივე ჩვენი მოგონილია. კიდე რა მოვიგო? მე მაინც არ ვჯერა რომ ინტერნეტი ხო ჩვენ მოვიგო. ინტერნეტი, ველოსიპედი, ხინკალი, ღვინო. ინტერნეტი და სომხეთი. ეგეც ქართველებმა მოვიგონეთ. არ გვინდა ეხა ჩვენ რაღაცა ომის გაჭაღება. მეზობელ ლაგდება რა საკეთკენ. მეზობელ ქვეყნებს სამხრეთ კავკასიაში. ხო, ცოტა მოწყენილობა ადამიანდა რომ არ არის მოწყენილი. უარესი ამბები ტრიალებდეს ჩვენთან. კაი, მიდი გადადის სიახლეებზე. ჩვენთან ესია რა, რაღაცეები რო იცოდე. ჩვენ ობიახლებით ვიწყებთ ხოლმე, ანუ ობიანი სიახლეებით. საინტერესო ფაქტები. ობიანი სიახლეები. საინტერესო ფაქტები, საინტერესო სიახლეები. ზოგჯერ არასაინტერესო ზოგი ძალიან არასაინტერესო სიახლეები რა. ხო და მოდი დღევანდელი ობიახლები ესე გავხსნათ. შენ თუ იცი პირველი რესტორანი როდის შეიქმნა? მე მგონი პარიზში შეიქმნა პირველი მასწორებია. როგორი კარგი ეხსიერება. ადამიანებს რაღაც განტვირთვა მიიღოთ, რაღაც ენერგიები აღედგინა. ხო, განტვირთვა რა გიქნა. პარიზში შეიქმნა, ხო. რესტორან, მაგიტო კი არა რესტორანი. ხო. პარიზში შეიქმნა 1765 წელს პირველი ფრანგული რესტორანი. საინტერესო. და რესტორანი იმიტომ ქვია, რომ რესტორეიტი, ანუ ენერგიის აღმდგენ საჭმელს სთავაზობდნენ სტუმრებს და ამიტომ დაერქვა რესტორანი რა. და ჯარისკაცი. რა პერიოდია საუბარი ნიკოლოზ გააჟღერა? 1765 წელს. მაგდროს რა ხდებოდა ხო არ იცი საფრანგეთში? მაგდროს დინამომ მე მგონი მეორე თასია იყო. მეორე თასია. მეორე თასი, კი, მეორე თასების თასი. კი. ხო? მეორე თასი. მეორე მე-18 საუკუნეში მოვიგეთ.
ესეც ჩვენი გამოგონილი კი. ხათაშორის დინამოს ახალი თაობის ფეხბურთელები საჭველებზე არიან გაზრდილები. ვა, მაგიტო ხომარობენ კარგად. შედადი, ხო? რამდენი ხანია რაც აქ დადიან? რაც გავუჩინე. ბოლო კარგი თაობა რაც არის, ანუ კარგი ისინიც კარგები იყვნენ. არ მინდა რომ ეს თემა გავშალო. მე მინდა. მე არ მინდა ეს თემა გავშალო. გოლები გაქვთ ხოლმე ძალიან კარგად. ხო, საქართველოს ჩემპიონატში ალბათ. კი. ხო. სამწუხაროდ ძალიან პირდაპირია ბუნკერი. ამიტომ მოდი საქართველოს ჩემპიონატი შემოვიფარგლო. ხო. ევროტურნირებზე არ გვინდა საუბარი. მაგრამ ძალიან ნუ პრინციპში ეს ეპიზოდი რო დაიდება უკვე ნათამაშები ექნება საქართველოს ესპანეთთან, მაგრამ მოდი ჩვენი პროგნოზებით დავყაროთ. ჩემი აზრით 1-1. 1-1. მე მგონია რომ მოვიგებთ 0-1. 0-1. მიქა უტაძეს გოლით რა. შენი გოლს სახელეს. მე მგონია რომ მამარდაშვილი გაიტანს გოლს. გოლს და ასისტს გაკეთებს. თავის თავს დაუგონით. ხო და ვერ გაუტანა მამარდაშვილს. ვერა, გადახტება და აიღებს. დადეთ მეგობრებო, ბინები დაალომბარდეთ. დადეთ. და დარჩით ქუჩაში. ყველა მოძრავი უძრავი ქონება გაყიდეს. და დარჩით ქუჩაში. ქუჩა კარგია. უნდა მივხედოთ ქუჩას. ვინ მიხედავს ჩვენ თუ არა? შეგიძლია ჟორჟ უთხრა ადამიანებს იქნება შეაშინო ამით. გამოიწერონ ჩვენი. აუცილებლად მე წერან გამოვიწერე, უნდა გამოიწეროთ, ხარი დაუჭიროთ რაღაცა მონდომებული. ხო შეიცვალა შენი ცხოვრება, რაც გამოიწერე. რაღაცა ისე დღეს ამაზე კაი აფერი მომხდარა. ეგრეა, ეგრე. დაუჯერეთ, ამ ხელა რაღაც უჭირავს. ხო და გამოიწეროთ და მე მაგარი დაძაბული ვარ. მეც. მონია რომ დიდი პერსპექტივა აქვს რა. ამაში თავია თუ დამიჯერებ შორს წავ. დაგიჯერებ და დაჟე სტუმრათაც დაგიზახეთ უფრო დიდ ეს იყოს მოთელვა. ხო. იბადო. და მე უფრო ხანგრძლივად გვეცი. ინტერესო ამბებს მოგიყვებით სხვადასხვა. ძალიან გაგვიხარდა. ეს იყო ჯორჯი და გამოიწერეთ მეგობრებო. ეს იყო ჩვენი YouTube-არი. თქვენიცი და ეს ცოტა შორს რა. მიკროფონს დაგახვევ, მიკროფონს გავარდეს თუ. აბა თქვენი. ბედნია. თავ ისე იგზენი როგორში. შენ გაიხარ. თუ რამის თქვა გინდა კიდე თქვი? მომავალ შეხვედრამდე შეხვდებით ლეგენდარულ საჭიშნიკეში. ოპა! დიდებული. პროფია ეს ადამიანი. ხო, ესე დაიწყო ჩვენი რა საინტერესო მოდი დაიწყო ახლა ავალას დავუძახე. და გადასძახე აბა 12000 სუფრის იქით. ბატონო ავალ. გვესტუმრები? კი, გობძანდი. ხმა დაირხა ავალა გაიჩითაო და ახლა ხო არ გავმაზავდით მაგამ ბავშვს და პერფორმანსი აქვს მომზადებული. შემოვალოთ ავალა. ოპა. აუ რა, კაი რაღაცა. კიდე ორი გააქვს. მეორე არ გააქვს. მაგრა გამისწორდებოდა. კი, სპეცია, ეთყობა, კი. რა, ჩვენს პირდაპირ გადაცემაში მობძანდა ავალა. მოიცა მიკროფონს დაგიმაგრებ. დიახ. ავალ გალევასთან რა რა ურთიერთობა გაქვს? ახლობლობა ისე. ჭაჭა გვაქვს ღვთაებრივი და გამოუშვი. რო დაგპატიჟო. ჩამოყარე ერთი. ჩემ ჭაჭასაც გაგიზიარებ. დაჟე, დავაი. თამამ. მანახე შენ. აი ეგრე უნდა შემოხვიდეს სტუმრად. კი, რო ანუ ვიღაცები ხოცარიელები მოდიან ხოლმე. ეს აბრმავებს? ჭაჭა ბოდიში გააჩნია თვალში თუ ჩაისხამ. ანუ იქ ამ შემთხვევაში მოკლედ ჩვენთან სტუმრობა იწყება ეგრე რა, ჯერ ეუბნები ხალხს რომ გამოიწერეთ ბუნკერი. გამოიწერეთ ბუნკერის სასწრაფო წესით, ანუ ამაზე გაიზ რას აკეთებთ უკეთეს, არ ვიცი. ეგრე. აი არ ვიცი, მაგრამ თა რა უნდა, აი დააჭირე რა. ეხა ეს გამომართვი. მოიცა მეც გამოვიწერ ბუნკერი. მიდი რა. მიდი, ხო რა. მაგ YouTube-ზე ვამდიდრებ რაღაცაზე გამომადგეს. ეგრე ჯობია, საქმის კეთება ჯობია საუბარს რა. აბარა, ეგრე. დაგვი საქმე. ბუნკერი. კი ბატონო. მოდი შედიხართ YouTube-ში. პირველივეს აგერ საქმე. ეგა, საღო. ეგ არის. დაუჯერეთ ამ მადლობა. იცის რა. ხინგალი კაი არის. ხინგალი გაიარი. ხინგალს და ავალას გამომარჯოს ერთად რა. და საჭაშნიკეს რა თქმა უნდა. ბუნკერს? ბუნკერს. მგონი კომბინირებული გადასახადი. მადლობა საჭაშნიკეს. მადლობა საჭაშნიკეს, რომ აი ეს ხოდი მოგცვა, რომ დღეს ხინკლის დაბადების დღეზე ჩვენც რაღაცნაირი ჰოსტები ყოფილიყავ. კაი, ახლა ავალ მოგვიყევი დღევანდელ ხიე და მოგვიბადე. ხიე და დღევანდელ დღეზე მოგვიყევი რა ხდება საჭაშნიკეში. ხინგალი ხო. არის ჩემი აზრით და ჩემი მეგობრების აზრით ეროვნული კონსენსუსის ხო. თავარი ძეგლი რატო არ გვაქვს?
ხინკლის ძეგლი. ჩვენ გულებში ხო არის ხინკლის ძეგლი, მაგრამ მგონია რომ მაგაზე ხელთუქმნელი რაღაც არ ვიცი. როგორი უნდა იყოს თქვენი აზრით? ხინკლის ძეგლი? ხო, ანუ როგორი იქნება ხინკლის ძეგლი? არა, რა ყველი ხო ყველის ხინკლის ძეგლი არა. ყველი. მარტო ცოტა და დაჟე როგორი კონცეფცია უნდა იყოს, იცი? ძეგლი ხო არის და სუ ალი უნდა ასდიოდეს რა. ბოლი სუ უნდა იყოს. ანუ სუ ბოლი კი. მუდმივი ბოლი. არ გვევასება ვეგეტარიანელები, ვეგანები, არ გვევასება კამარა. ჩვენ პოლიტიკაში მოვიდივართ. ვისაც ხორცი გიყვარს გამოიწვია. სანაკ მარტო ხორცის ხინკლის ძეგლებით შევავსეთ ქალაქს. მაგრამ ხინკლის ძეგლი ყველაობაში უნდა იყოს, კი. წყაროები რო არის ხოლმე. ბირჟებზე ვაფშე. ბოლის უნდა იყოს. გაგათბობს ახლა ზამთარში ასწორ. პრაქტიკული რა. აი Wi-Fi რო კონდეს მახოთი. ნახე აი კრეატიული კაცი ასწორ. ეგრე QR-ზე უნდა იყოს იქ ბუნკერი რა. მერიას მივწეროთ. მე ვწერო. ჩვენ კარში ესეთ პირობა დავდეთ რა 100,000 გამოწვევი როცა ავდივართ ვაპირებთ რომ საკრებულოს არჩევნებში მივიღოთ რაც იქნება ათეულში ჯერ სამნი ვარ ადგილები არის უეჭველი პირველ ადგილზე გავიყვანთ მართლა ლობირება რა. 7 ადგილი გვაქვს მოკლედ ჯერჯერობით ათეულში რა სამნი ვართ რა. ოღონდ ერთი შავკანიანი უნდა ყავდეს ვეგანი რომელსაც მარცხენა ყურზე აქვს საყურე. ხო და ვეგანი ერთი ეგეთი უკჭირდება გავაძლიეროთ. და საჭირო არის. მე ზოგადად წარმომადგენლობითი უნდა იყოს. უეჭველი ორგანიზაციული ჯიგარი აბა ესმის კაცო. ესმის მიდი შენ შენ ეგეთი ნიუსი ამბავი წაიკითხე ნიკოლოზ ცოტა შეიძლება ჭორი იყოს მაგრამ მე გავიგე ხელოვნურმა ინტელექტმა მომაწოდა ინფორმაცია რომ ხინკალში თავიდან ხორცი არ იყო იმიტომ რომ საშუალება არ იყო ხორცისო და ცოტა ვერ ხვდები რანაირად არის შეგვიძლია ხორცის ვკითხოთ საშუალება ChatGPT-ს თქვენ შიქ ხომ არა მაგრამ ეს ეგ კითხე რა და კიან მოდი, არა ავალოს კიან არა და ჯერა თუ არ გჯერა ჯერა არ მჯერას თამაშობ თუ არა? მარტო აი მომიჩებთან საუბრობდი ეხლა რომ იდეაში ცალცალკეო რა ხორცი და ცომიო არ არისო ქართული წარმომადგენლებაო რა მაინც და მაინც მაგრამ აი ეგ მუღამიო რომ ეგ რაღაცები ერთად შევაზავეთო და ფორმაც მე მგონი ჩვენ მივეცეთ უხეთო პირველ დღეს რომ გაგვიცივდაო ეგ რაღაც არისო ქართული იმიტომ რომ თუ ჩვენ მოხარშო. ქართველებს ხო გვევასება 10 თუ ყოფნის 30 ეუნები რა რჩება რომ მე შეწვა რა საგზალი. ზუსტად შემწყარი მაგრა ასწრო მეც თან ყველაზე მეც მგონია რომ მეორე დღისთვის ცოცხლობ ცოტა არაპოპულარული აზრი მაქვს რა შემწვარ ხიკას არაჟანს უშვები ხოლმე რა ტყემალს ტყემალიც გეი აჯიკაც არა ანუ მოიცა არა ეხლა აი უკვე დაფიქრდა ეს დაჭი ვიტო გეია ჩადგე არა ხო არ ის არის ხოლმე რა რაღაც სხვა აბასკოტი მიჭამია ვიღაცამ ალუბლის ჯემითაც ჭამა უცხოელმა ალუბლის ჯემით? ვაპატიოთ კი ხორცის ხინკალი? ხო რა ხალხთან ხალხია დანაჩანგლით ხო აი საათაკე ვარ საყურიან მარცხენა საყურიან ვეგანია ხალხთან კი ვეგანებთან მაგრამ შიცელს უხდება ის ალუბლის რაღაცა და იქნებდა ხო არა რა შენიცე როცა ხინკალზე ვბაზრობთ რა შენიცე ბიჭო რატო არა იცი რა არის მე იმას მივესალმები ხინკლის სხვადასხვანაირ სახეობებს რა ზემოდან გიხურებ მეც მანდ ვარ იმიტომ რომ ხინკალი არის იდეა კი ხო რო აი რაც გინდა ის უქენი რა ან რაღაცა და ხინკლად რამდენ ნაკეციანი სწორად ამბობ ნაოჭიანი ითვლება ვარ ხოლმე ლიბერალურად მე ვიცი რომ მინიმუმ 19 უნდა კონდეს რომ ხინკალი ერქოს მართლა ეგრე სტანდარტ ჩაჭი ეგრე ვიცი მაგას ვკითხები ბურეკიც იქვეა რა მამეო და მაგას აი ბაზარი ზოგი 21-ს უშვება ზოგი 15 თავია გემრიელი გავიგე მაგრამ ანუ მინიმუმ 19 უნდა იყოს რომ ხინკალი ერქოს ზარელმა ეგრე არა ვიცი მე დანახმავა რა იმას არ ვითარ გამარჯობა 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 შემოგვიერთდი ვიღებთ კი ბატონო თუ გინდათ შემოგვიერთდი ხინკლის სიყვარული საოცრებად მგონია რომ აუცილებლად უნდა იყოს ამოდის მე დიდი მეგობარი აგრეთვე სად ვიყავ საგზალზე რო საუბრობთ, აი საგზალი ახსენე. დიახ ანუ არის ესე იდეა, ვარ ვანათებ არის იდეა. მე ამაზეც გვეუბნები დაგმილის ლუქსე რა ხინკლის ანუ ქართულ წარმომავლობას და ქართული სამზარეულო კულტურის ისტორიულობას ცოტა უპირისპირდება რა, რომ ეს იყო რაღაცა მე-12-13 საუკუნეში აღმოსავლური მომთაბარე ტომეზის მათ შორის ჩინგის ხანის რაღაცა ლაშქრობებში მოქონდათ, იმიტომ რომ ცომში გახვეული ხორცი და სხვადასხვა საჭმელი, ანუ არა მარტო ხორცი, ანუ მალფუჭებადი არ იყო. ინახავდა ასე ვთქვათ რა და საგრძნოდ ურდოებს და შემოყვანს სასტავს შემოყვათ რა.
მე რაღაცა დივერსიფიკაცია მაგრამ განიცადა ეს ხო ბუნკერი. დაიხვაცა. ჩვენ შეგვიძლია ეგეთი სისულელები და პირდაპირ. გავში ჩავყავ. და ეგრე გონია რომ ვახტანგ არავით არ გორგასა იალბუზზე ღმერთმა აჰაო წაიგეო თქვენი შეკვეთა მზად არის და ჩამოიტანა იქ. მე მაგ დროს იდგა სადღაც ერთი ჩინელი. ალბათ სადღაც ჩვენ დენთიც ჰქონდა. დენთი და ველოსიპედით წაიღო. წაიღო. ჩვენი არის, ჩვენი. და აზიაში გაავრცელეს. სამტრედია. შესამტრედიელი ხო? არა, მაგრამ ველოსიპედი რო გაიგო. მაგრამ სათხარო იყო, თუ საჭიროა. სათხარო სამტრედიელი. ვარზე არ ვარ. უფრო ჰადუშ ავალიანები ჰადუშ ზეთიას იმადგეს. მარასტო. საიდან? ჰადუშ. ხო არ მიირთ? ჰადუშ იცი როგორი სიტყვა არის? აი, დამისხი. ხო, ჰადუშ. და დაგისხა. ეხა მე დაგეს. დავაი, გამოვუშ. და თან მიირთ რა. ფიქრო. ოღონ ჯერ შენ დალია. სასმელი. რატო არ არის დავამეცო ჭაჭა ბოდიში და პირველი მე. რატო არ ჭაჭა ბოდიში. ო. რაღაცაზე იხდის ბოდიში. საბოდიშო წინასწარ დავაი. ანუ ბოდიში რატო აწერია, იცი? ეგრევე ტრაკის თუ გასაგები. რამე დაგვემართა შენი ლუკის სინგისზე. ჩემს სინგისზე იყოს, ჩემ ტყავზე. ურა სული ამოგრია. არა, ეს კაკაოზე. მაშინ ბოდიში კაია. კი, ანუ ძანკაია და ადალია. ძანკაია. ფუ. სუნი ვარიში ვერ ურა კაია. სუნი ეხა ვერ გადაიცემა სუნი რა, თორე ეგ არის. ხია. იმიტომ ხო არ და. რას გამომარ? ბოდიში ნასვამი ვარ, ხო იცი? ბოდი რა საკვირველია? ინსპირაცია ეგ კაცი ხო არ. კეთილ კაცი არის, ანუ არ მალავს არაფერს. არჩევნებზე მივიდა გაგლეჯილი თრალი. სოლი არის ისა რაღაცა. ეს რაღაცა ხო? წმუნებული. სახში რა დაენძრეოდა ასე ხარ? იქ როგორ დაენძრა და სახში რა სულავდნენ? მე მგონი ცოცხალი არა. თუ ცოცხალია? მაკაცსა ღირზო მე მგონი აქამდე ეს არავის არ დაულევია. ბოდიში ნასვამი ვარ. ბოდიში ნასვამი ვარ, მაგკაც გაუმარჯოს. ამ ქვეყნად თუ იმ ქვეყნად სიზმკვლელი არ არის. გენოციდი არ მოუწყო. ანუ მაინც დევონო სამყარო და ხო, რაღაცებით უნდა დავიწყო. მაგარი აპასნი დროაც, მაგარი აპასნი დროა. უნდა გაფრთხილდა. ნასვამი თუ იყო ვენაცვა. გაუმარჯოს. გახეული თვალი ვიჩიტები ვატყო. კი, არა, მე მგონი ძალიან მაღალი მიდან დავიწყეთ რაღაცილა, რა ქვია? სკამებიდან, კი. სკამებიდან, კი. კაროჩე მოდი ჩესნა თქვა ხაში ძმაო. იატაკზე გადავიდა. საჭაშნიკის ჭაჭა ბევრად ზევსკია. ირშენი მოწრეული რაღაც. ეხა უყურე. არც არის ჯანაფიქრი. მოიცა შენი ადვოკატი ვიქნები. ეს არა. ცივი იყოს. ეს რო ცივი. ცივი იყოს, მე უნდა შეაჯიბრო, იმიტომ რომ ის ცივია. საჭაშნიკის ჩვენი ჯანაფიქრი რა, რაც შეიძლება ცუდი ჭაჭა. ამას საჩუქრად გვიტოვებ ბუნკერს. გასაკვირველია. რაც შეიძლება საბოდიშოთ რო ნაგავი მოიტანა ბუნკერში. აი ჭაჭა არის, ბაზარია. ცუდი ჭაჭა არის, კაი ჭაჭა. ხო. და ეს იდეალური სასმელი. ხა მაგაზე არ მაფიქრო. ულამაზესი რაღაცა. სუდი ჭაჭა, კაი ჭაჭა არ მაფიქრო. პარადოქსია. სუდი ჭაჭა, კაი ჭაჭა არის, არა, ნამედ. მაგაზე არ მაფიქრო. პარადოქსი კი, არის. ეგ არის ჭაჭის პარადოქსი ეგ არის. დღეს ჩაეყარა საფუძველი ჭაჭის პარადოქსი და ამ საკითხზე სუდი ჭაჭა. მომდევნო სტუმრობაში დამალ, ძალიან არგი. გავშალოთ ეგ თემა. გენაცვალეთ. ძალიან დილობიანი ხალხი. აი იყო შენი სტუმრო. ძალიან დილობიანი ხალხი. განსაკუთრებით მე ერთ სამჯერ შევიგინე რა. მოწესრიგებული ცდილობ, ბოდიში მოხდია. და დისციპლინირებული არ კი გამო. ბატონო, ეს ეგ ვარ ჩვენ ბუნკერი არის. ძალიან გინდა. ანუ ეხა არის შანსი მე იმდენად გავცვალოთ. ბოლოს კი თამა. ავა, ესეთი ამბავი სტუმარი რო გადის, მეორე სტუმარი მოყავს. მეორე სტუმარი მოყავს? ვაა. ან ლევანი, ან სხვა, ან თამა და შეგიძლია იყო ჩვენი შემდეგი სტუმარი? ხუბატივის დამდა, ეგრე არის. არ გიქ. ლევანს არცალი. რეჰანი სად არის? რეჰანი სადა მოვიყვანა. ოახლა ვარ. საზოგადოებას რეჰანი გვინდა. მიკროფონს აგართმევ. დიდი მადლობა. დიდი პანდემიის ხო, არ დალიო. არა, ვეცდები. ერთმანეთს გაუფრთხილდით, ხინკლის მილზე გიხილავ. რამდენი ჭამას აპირებთ? ჩემი მაქსიმუმი არის 5 ცხოვრებაში. 99. 33, ჩემი, ოღონდ კუჩში გავედი ორჯერ შუალედებში. მაინც უნდა დავსძინო ბოდიში. არა უშავს. ეგრე რა ცუდი სუნი დატოვე. ან ჯოჯოხეთში ვიცხოვრე მართლა და ყოილა მათ შორის. ჩვენიანია, ბუნკერელი. სუნით გავიდე. შემდეგ გადაც ექსკლუზიურად დაპატიჟებული ხარ ჩვენთან სტუმრად განავითარო უეჭო. ისტორია. თან ეს მაგრამ გაასწრო. ეს დამევასაცა. გავლენა. ჯიგარი. მადლობა, მადლობა. შევხვდებით კიდე. ხინკლამდე, აბა. აბა ხინკლამდე. დიდებული. დავრჩით ეს სამნი ისევ ტრადიციულად. ცოტა მომენატრე. ლესავით როგორც ეზოში შეგვიძლია ამასობაში ცოტა მომენატრე. ობიახლები გავაგზავნოთ. გავაგზავნ. მე ვცადე. გამიახლების წამღერება ვცადე. არა, ეგრევე და აი, ველოდებით შემდეგ სტუმარს. ხარ ხოძე სტუმრობისთვის?
ხარ როგორ ახარ შემოძმო რანაცნობის ახლა კოლორიტი კაცი შორიდან გიცნობ გიჟივით ისნო შორიდან და ნიკოლოზი მოდი ახლოდან გავიცნობ ერთმანეთს ეხლა ემს გადავაგდებ და ჩვენ მიდი დავაი აჰა ტაფსონა ეს იყო ტაფსონა სო ტაფსონა წავიდა ველოდებით შემდეგს თუ მერთო ჩემო რა სილამაზეა მობრძანდი მობრძანდი შემოგვიერ ორივე თუ ცალი რომელი რამდენი ეს სულ მიკროფონები გიკეთია ბარაკა დაგიმატებ ერთს აი მოიცა მოდი ორივე ფეხია კეთილი თუ ცალი რა დაკავებული ადამიანია ნახე რამდენი მიკროფონი უკეთია აი ყველ განწერს ხინკლის დაბადების დღესა მე მინდა გიშივოთ ძალიან ბევრი გამომწერი. ასე შეიც გამოიწერა მოიცა ბოდიში მანიშნებენ იქიდან რეჟისორები ცევით კიდე აჰა ესე და შენი სასმით რატო მოხვედი მე ჭაჭა მქონდა მომზადებული მე აურიოს რატო დაჟე ესეს დაგვიტოვეს ეპიზოდი მაქვს ჩასაწყო. ჩვენ ლაპარაკს ვაკეთებ როგორ გქონდა ამას ჩვენც ეპიზოდი არა ეხა უყური სხვა გოგო გელაპარაკე განსხვავება სხვა რამეში ჩვენ რანერი ეპიზოდებიც გვაქვს ანას ეგეთი ხო ეპიზოდებია ეგეც არის ჩვენ რასაც გვინდა როგორც გვინდა ჩვენ უპრინციპო ხალხი ჩვენ უპრინციპო ნაგვიდა ნამოყარი ხალხი ამ არხის ის არის აღწერა ეგეთი არის ნაგვის ურნი და ნამოღებული YouTube არხი არის ეს მოგეწონა ვიდეო ჩერა მინა. არა ეგ description-ი ხო კი ოღონდ აი კონტექსტება მაინტერესებს. შენმა რომელიმე ვიდეოში არ დაჭერა მინა ხო? არა არც ერთ ვიდეოში ჩვენ მოგწონს რომ ყველას თავისი ვერსია გუნკერი რატო ქვია მე უკვე ახალი ვერსია მაქვს ბუნკი ეხლა გაიჩი აი ეხა გაიჩი აბა თავშესაფარია რა ბუნკი თავშესაფარი და არა მარტო ნაგავა და ნაგვის თავსაფარი არა ჩვენ შეგვიძლია დავკონვერტირდეთ და მე თუ დაიძაბა სიტუაცია თავშესაფრად გადავაკეთოთ ჩვენი იმების ეპიზოდების გადახედვა რო დავიწყე ჩვენი სტუმრები ყოველთვის რაღაცას თქმას აპირებდნენ რაც სხვაგან ვერ ახერხებდნენ რა და ჩამოვყალიბდით როგორც ბუნკერი ანუ თავშესაფარი შეგვიძლია მოხვიდე ჩვენთან ვისაც გინდა აგინო ვისაც გინდა პატივიცე ვისაც გინდა მოეფერო ჩვენ არანაირ არ არის შეზღუდვა არანაირი მიმართულება არ აქვს ყველას ვაგინო ერთადერთი მიმართულება არის გულწრფელობა რა რაც არის ეგრე ჩემი პრობლემა ის არის. გააჩნია ვინამდეს გადაიღო მერიგინები შენთან ცენზურა მაგრამ ხო და არა ხო კარგია ეს ეხლა დღეს ხო აქ ხარ შეიძლება ხვალ ეგ აღარ გქონდეს იმიტომ რომ დღეს აქ ხარ შეიძლება ეგ თვით ცენზურაც გაქრეს ასე რომ ყველაფერი წინ არის რა ვაგინო ვინმე. აგინე ვინმე საგინე სულ ერთია ვის კულტურა მძღოლს. აი მიდი მიდი აი მნიშვნელოვანი საკითხია მიდი მართლა თვითონ იცი როგორ მძღოლებს ვაგინო ეს არის ჩემი ბებოს დაბადების დღე და შეიძლება ინფარქტით გარდაიცვალოს. ხო და რო არ გარდაიცვალოს გაულოცო თუ არ გარდაიცვალოს ანას ბებო რა ქვია ბებოს ანა ნელი. ბებია ჩემსაც ნელია მაგონთვის გარდაიცვალოს გარდაიცვალა ეძახდით იცი ჩქარი ბებოს ეძახდით ნელი ბებო ხან ნელი ფურტადოს ხან ჩქარი ბებო ნელი ფურტადოს უფრო იხდენდა ოღონდ ეგეც აღსანიშნავია იმიტომ რომ ერთ ტრეკი ქონდა ჩაწერილი აი ხინკალ. თემურ თათარაშვილს არა. შენ ნელი ბებოს გაუმარჯოს დიდხანს იცოცხლოს ჩემი ნელი ბებოს ხსოვნა იყოს გაუმარჯოს ნელი ბებია გაგიმარჯოს და ყველას ვისაც ნელი ქვია გაუმარჯოს დავაი ფურტადოსაც ყველას ვისაც დღეს დაბადების დღეა ყველას რეპერი რო არის მაგასაც ეს სტუმრებისთვის არის ველოდები. დაგვიწუნა რა ეს არის მეგობრებო აი ეს არის ქალი რა კაცი ხო არ იტყო და არ გინდა ეგეთი რაღაცეები კი მინდა გინდა კაი მიდი ეს არის ქალი მეგობრებო რა ხო ჩვენ ხო უპრინციპო ხალხი ვართ სექსისტური რასისტული ყველაფერი გვევასება ოღონდ თან პირიქითაც ვიცავთ რა რასისტებსაც ვებძვით სექსისტებსაც ვებძვით როგორ გვაწყობს გადაიხდეს აი შარშე. თან არავინ არაფერს არ გვიხდის მე ეგრე. ამიტომ რაც გინდა მივეძმოვიდეთ ჩვენ თავს ვანადგურებთ რა კაი ორი სიტყვით ახლა რადგან მანდილოსანის სტუმარი ხარ მეორე მანდილოსანის სტუმარი ხარ ჩვენ არხზე რა სხვათა შორის უი ხო პირველად ყავდა ანა ტრებუჩავა და სახიობი ოქროს ძალიან გოგონა შეგვიყვარდა ეგრე ეხლაც კიდევ ერთი ოქროს გოგონა შემობუნკერდა ასე ვთქვათ ხო და შეხო მოუწოდე ჩვენებს გამოიწერეთ ხო და ჩვენ 14 გამომწერს მინდა უთხრა რომ გამოიწერეთ მეგობრებო 14 რეჰანი და რეჰანი კუქინგი 1014. ორივე არხი და დიდი მადლობა. რასა? თქვენი გამომწერები შეიძლება სულაც არ ეფროჩებდო. კი ბატონო კი და პირიქით მე ძალიან მე ველოდები გამიხარდება შენ რომ შემდეგ ეპიზოდს სადაც იძახი რომ მეგობრებო ბუნკერი გამოიწერეთ
ეს იწერება, ხო იცი? ხო იცი რომ იწერება? რა ეგრე? всё, შევკახდი. კამერამდე სტაფირდი. და მაგიტო ვისარგებლებმა ყველა. წერა მიმდინარეობს. მადლობა ძალიან. ანუ მე ზედმეტი ვარ, არავითარ შემთხვევაში. შენი მოსვლის დრო იყო. შენი მოსვლის დრო არის? კი. ეს იყო ანა მეგობრებო და დავიმშვიდობოთ. მადლობა შენ. ძალიან დიდი მადლობა. შემოსტუმრებისთვის. ზედმეტად მიკროფონს წაგართმევ კი ბატონო, ერთი თითი. და ტაფსონას დაუბრუნე. როგორი საინტერესო ეპიზოდია. სასწაული მზადება და კვერცხის დამტვრევის თავის მეთოდია. ისაა. კარგი, მაგაზე აბსო, დავай მოგვიყევი ახლა რაზე საუბრობდა ანა. აბსო, შენ კვიტოსთან ძალიან ისე შინაურულად შემოვარდი და კეთილი იყოს ბუნკერში შენი მობრძანება. მოიწერე ხა არაფერი არის მის. დაველოდოთ? ხო. აბსო, ვარბე თუ რა ვიცი. კეთილი იყოს ჩემი. განზი შემოში. კარგი, ჩვენ კომენტატორები გვევასწავლოთ, მაგრამ ოღონდ ერთი პრობლემა. პავლიკა იყო ჩვენი პირველი სტუმარი, კომენტატორი. ეხლა შენ ხარ, ოღონდ ერთი პრობლემა. ჩვენ სტუმრისთვის კომფორტულ თემებზე არ ვსაუბრობთ. ხო, დღეს არანაირი სპორტი არის. არავითარი დაბრკოლება რა. არავითარი დაბრკოლება. შეგვიძლია ხინკალი შემოგთავაზო და ჭაჭა დაგისხა. არა, დღეს ცოტა მსუბუქად ვიქნები და ჭაჭის გარეშე? შენ როგორც გაგიხარდა? ჩემი ძმაკაცი არჩევ ზამბახიძე მაგის საშუალებას მომწევს არ ვიცი. აჰა. მაგრამ მე ვეცდები რომ ჩემი გავიტანო. იმიტომ ცოტა მძიმეს ბოლო 3 დღე მქონდა. ხო და ბარე მოთხი და ეს სამი ძალიან ბანალურია. ყავა ფეხბურთი რო? მე? პახმელია საკაი. დღეს მე დავიწყოთ. ანუ 5 ხო და მე კვირაა და ის მოშუქშდები და ორშაბათ შებერავ რა. აი ყველაზე მაგრამ მეზიზღება ადამიანი რო იძახს არ სვავო და ტყის ოუბურღავენ და ძალიან არ მე რა მეძღება, იცი, რო იძახს არ სვამო და საშიც უნდა სამწუთში რო გახსნილი რა პრინციპი ხალხია რა გჭირს. არა, თან ჩემს ხოჭხა. მე ვარ დელის ხმას და არ ჭირდება სამწუხაროდ რა. კი ბატონო, მე ჩემნებით გავითხრი. გაძალება არ მიყვარს. მისასა და სამოს ჩემნებით გავიხსნი რა, არ არის პრობლემა. აბსოლუტ ხინკალზე რამე საინტერესო ხო არის, რაც ჩვენ არ ვიცი. ბიჭო, ჩემი საყვალი კერძი არის, მაგას გეტყვი რა. და ძალიან საინტერესო. მე ვარ მოდი ხა სხვა ჩემი მას არც პროფესორს არც და პირდაპირ ვიტყვი, თავდაპირველად მე ვარ ყველაზე ცნობილი ხინკოლოგი საქართველოს. როგორი ამბიციური განაცხადია. არა, კი, მართლა, იმიტომ რომ მე კვლევარი ვარ ჩათვალე ხინკლის. მე დავდივარ ვეძებ, მე არ მეზარება ბევრი ასეული თუნდაც კილომეტრის გავვა. რომ რაღაცა მივიდე და ისე იყო, რაც ჩემს ახალი. მაშინ ერთი კითხვა მაქვს შენთან რა. რა არის ის ინფორმაცია ხინკალზე, რაც ფიქრობ, რომ ყველა ქართველმა მინიმუმ უნდა იცოდეს ხინკლის შესახებ. კაი კითხვა. ბიჭო, რა შეგვიძლია ძალიან მარტივი ისე გვარბევენ? ძალიან მარტივი გაიდლაინით დავიწყოთ, ძალიან მარტივით, რომ ყველაზე ხშირად რაც არის ხოლმე. მე მიკვირს, რომ საქართველოში მაინც ერევა ადამიანებს სხვაობა ფუნდამენტური ქალაქურსა და მთლიანად ხინკალს. აი რა განსხვავებაა. აბა რა განსხვავება. ბიჭო, არა, ხო მაგ შენ როგორც ეგ ან ხინკლის ექსპერტად შემიძლია მოგიხსენიო? მე ვარჩევდი სხვები საუბრობდნენ მაგას ჩემზე, მაგრამ კი. მე სხვა არ მე. შენ როგორც ხინკლის ექსპერტი. ყველა კომენტატორად გიცნობს და. ხალხო, ეს ხინკლის ექსპერტიცაა. არა, კომენტატორად არ იცნობდი ტაფსონს. ეხლა უკვე შესწორდა. ტაფსონას იცნობ ტაფსონად. კი, კოლორიტი ადამიანია. თბილისელი კოლორიტი ადამიანია. მართლა ტაფსონა და გივი სიხარულიძე, ეგ ორი მახსენდება. არავითარ შემთხვევაში. არა, 50 წელი მაქვს რა. ჩემი აზრით ტაფსონა ბევრად სხვა ტაფსია. მადლობა, გივი ბოდიში. გივი. სანტიმეტრები სანტიმეტრებს უდავატოლებთ. საერთოდ მნიშვნელობა არა. არა, ხო? საიზა შინაგან საიზა მეტრი. ეს არის იმენა ბუნკერია. ორი თესლი ტონკი იუმორი. უთხარი ხალხს რომ გამოიწერა? არ მithkom შენ, მაგრამ მაგას ვეთქვი, თუ ხინკალი გიყვართ. ანუ ეს მეკონიათ ბედნიერების განცდა ხინკლის ჭამის მერე, ის რა ღვთიურ საკვებს ვეზიარეო. ამ შემთხვევაში შენ ეს ვიდეო დაალაიქეთ. მე არ გამოიწერეთ, იმიტომ რომ საინტერესო რაღაცებზე ლაპარაკობს ეს ხალხი რა. TikTok-ზე თუ Reels-ებში, თუ იმ ვრცელ ვიდეოში YouTube-ზე, რასაც კაი ნამდვილად არ არის. ეხლა უცბად დაგეთყო რომ არაფერი არ გაქვს ჩვენი ნანა. როგორ არ ყველაფერი ამ საინტერესო ჩვენ არაფერს არ გვაქვს. ისთვის როგორ? თან გადავობა. ჩემო ნიკოლოზ. ჩემი ალგორითმი თქვენზე მუშაობს რა. არ ვიცი, კაი ტიპები ვარ. ეხლა ალბათ იმ რომ ჩერდები, ხდება ეს ალგორითმი რომ ჩერდები, იყურებთ გისმენთ და მე ძალიან ხშირად თითქმის ყველა პლატფორმაზე ძალიან მიხარია. თან თავისებურად ჩვენს კოლორიტები. მე რამდენი წუთით ისევ ხოლმე.
წუთი რა წარი არა. მე ძალიან მიყვარს TikTok-ზე ყველა პატარა ვიდეოში აუდიოებს გავწევ და უყურებ რა მაგას. მეც ეგრე ვაკეთებ. ჩვენ ეპიზოდებს მე TikTok-ზე ვუყურებ. ეხლა როგორ ისე მე პროსტა ვირთავ და არ უყურებ. მეგობრებო, არ უყურებ. პროსტა არხი გამოიწერეთ. ყურება. არხი გამოიწერეთ. ყურება. თქვენი არხის შესახებაც შეგიძლია ისაუბრო სეტანტაზე, ვიცი რომ მაგრად მოიქოქეთ, ლაივები გაქვთ, კარგი პოდკასტები გაქვთ. კი. ხო, მაგრად საინტერესოდ საუბრობთ ყველაფერზე. ძალიან დიდი მადლობა იქეთ ჩვენთვის ყველაფერზე იქნება საერთოდ. ხო. ხო, ეს YouTube სეგმენტი განსხვავებული გახდა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება და მე ძალიან მისურვებდა რა ძალიან იმიტომ რომ YouTube-ზე მე პირველად რაღაცები მისწავლე რა. განათლების კარგი წყარო არის ჩემი არის ხო? კი. სეტანტას აქვს სიახლეები, შეიძლება ნახე. მე უყურებ ხოლმე. მაგრამ ყოველ სიახლე არის რომ სეტანტას პარკლებში მაგალითად ახლა ვიზიტა მარათაშვილი და ალექსანდრე გავრიჩიძე იმას არ ვიცი 10-ან 15 ადამიანთან ერთად წავლენ ბრაზილიასა და არგენტინაში. ვაუ, ძალიან მაგარი. რიოსა და ბიძინა, მე როგორც ბოდიში გაწყვეტილი, ბიძინა არგენტინის გულში ბიძინა ეგადილი. კი. ბიძინა რომელი? პირველად არ მიდის რა. ბიძინა რომელი დავა კონკრეტულად? ივანიშვილი. ო, ეგრე რა. ბიძინა მარათაშვილი არის მოვლენა ჩემი აზრით ბევრ სეგმენტში რა. როგორც ტიპი, როგორც თხრობელი, როგორც იუმორისტი. ხამადა გაიჩნდა სუფრად. ვა, სტუმარი ვიცი რა. სასმის დათვალება ეხანახი. ხელი ჩამოარ. როგორ ახლა გენაცვალა? ეს არ არის ჩემი ფანი და ჩაჭა თუ გადაწყვეტე თქვენ ერთად დავლევ რა. სიამოვნებით. გაუცვლი რამდენიმე ჩაწერას რომ მოვჩებით, შემოგიერთდებით. ერთად. მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა თქვენ, კარგად. ძალიან დიდი მადლობა. გულწრფელად გქონდეთ. ადრესევე. კიდე ახალი სტუმარი მყავს. ახალი სტუმარი. არ თავდება ეს სტუმრები. კაროჩე, სტუმარს ჭაჭით მოსულა ხო? აუცილებლად. შენ გინდა მოსულა კი არა, საჭიროა. თან მოვიდა ზამთარი, ცივა, რავი. შორტები კი გაცვია, მაგრამ მაინც. სკროლით მოვედი. შეზე თან გავიგე. არის წინა ხიკლის ჩემპიონი. ხო, მაგის მამი. 20-24 წელს ამ ადამიანმა ტონა ხინკალი ჭამა, გინესების წიგნში არის შესული. შეგიძლიათ გადაამოწმოთ გამეზა ჯო ესე აწერია გინესებში. ყველაზე მეტი ხინკლის ჭამელი ადამიანი. რამდენი შეჭამა? 321. 321, ხო. 321 ხინკალი ჭამა 17 წუთში. 620 იყო თავიდან და მე ნახევარი დავიკიდე და ეგ და მართლა 321. 321 17 წუთში შეჭამა. არა. გინესების წიგნში არის შესული. ლუდი გინესი როა, ლუდი გინესი. ხო, მაგ წიგნში. მაყუთი ლუდ გინეს თავისი წიგნი აქვს თხევადი და იქ არის შესული. მართლა. ხო, ჯერა. მოიცა უფრო საინტერესო კითხვა. რამდენი მაყუთი აქვს? მაყუთი კი არა, ვაუჩერი მაჩუკის კიდე ხინკლების. კიდე რამდენი კოშია? 2 წელი ხინკალში ფული არ გადავიღე. აქეთ მიხდიდა ხინკალი. მე როგორც ვიცი, შენ ხატვარი ხარ. კი. კედლებზე და ხინკალს მოდი ჩვენ შეხვედრას გავუმარჯვოთ. შეხვედრას გავუმარჯვოთ. მაიცა. უთხარი რა, ჩვენ მაყურებლებს გამოიწერონ ჩვენი არხი რა. არ გამოიწეროთ ამ არ გამოიწეროთ. ვისაც ბანძის ნომრები ყავს. ვისაც არხი. გამოწერილი, ვისაც გაქვთ unsubscribe გავაკეთეთ. ეხო პირიქით არის. მე მე რომ შექმნით ბევრი არხი და გამოიწერე. ისე მაგაზე სულ მაინტერესებს ესე რომ მეუბნებიან გამოიწერეთო. ღიზიანი. უფრო არ მინდა ხოლმე გამოწერა და არ გამოიწერო. დაიკიდე. რაც გინდათ გამოწერა. იმიტომ თუ მოგინდება ხო ისედაც გამოიწერო. ეს კაცი ძალიან დამოუჭრა. ეხლა გავაკეთებ სულ ამოუჭრა. რატომ მომიყვანე? ეხლა კი დროა გამეძა. ხინკალს და YouTube-ს გაუმარჯვე. ეს იყო გამეზა. დავიდანე. არა, არავითარი თავი. არა ორივეს ვიტყვი და რომელიც ზოგადად ის დაკო. გამოიწერეთ ეს არქი და გაი. პრინციპო მაგრესი. არაფერი ვარზე. უმაგრესი არგია. ვინ არის ეს ხალხი? არ ვიცი ვარ. ძალიან მაგარი ხალხი. მეც პირველად ნახე ეს ორი ტიპი. არა, ჩემი თავო. ეს ჩვენ სამთულე ჩუქდი რა. ეს YouTube-ის დედასო. YouTube-ის მონგოლი. ვიდი აგინე. დაჩიფო არის YouTube-ი რა. YouTube-ით იჩიპება ხალხი. თვალებში გამოხედვას დავიწყებ ახლა. ეს იყო გამეზა. მადლობა. მადლობა შენ. იო, წარმატებებს. სუპერ, თქვენს. კარგი, ერთი სტუმარი უნდა მოვიყვანოთ ეს ჩელენჯი. მოვიყვანთ. ხა, ვინც გინდა გააცრე. ხინკალი. ხინკალი კარგარი გახსოვდეთ არ დაინდოთ არც ერთი ხინკალი ეს იყო იმედი შევარი არის
აგრეთვე არ მესმის. არა, ჯიპებს გაუფკილდი. შეხო იყავი. მე და მოვდივარ. ეს ხინკალიც არის ანუ მარტო ჭაჭა არა. იქ ვემზადები კონკურსისთვის და იქ დავიტოვო. მოდი ამას მოგაწვდი. ობა. დაგეხმარება კონკურსი. მოიცა ერთი წამი ეს რო არ შეგაწუხოს, აი აქ დაგიმაგრე. ანუ ორი ხელით უნდა დავლიო? როგორც გაგიხარ. ეს ბოდიშია თუ სხვა? როგორ? ბოდიშია თუ არა ეს დაგვიდოს ეს ბოდიშია თუ სხვა? ავალამ ჩაგვიდო. ბოდიშე ვარ გაზრდილი და სხვა. ეს ავალას ბიზნესია. ბაღში იყო მე. ესე იგი, რას ვამბობ? ბრო გამოიწერო ბუნკერი. ეგ აუცილებლად შენ ყურობ ხოლმე და ძალიან მომწონს შენი რეკომენდაციები. შენ არ გევასები თუ ბუნკერს აყვარო. თქვენ არ გიცნობთ პროსტა. ბიჭო, ამაზე გაზრდილი ვარ მეთქი ვერ ვიტყვი, მაგრამ ამითი დაიწყო რა. პირებ რო გააგზავნო. აუცილებლად. მოკლედ, ხინკლის დაბადების დღეა, ეს არის დიდი დღეობა და მადლობა იმ ადამიანს, ვინც ეს დღე დაიწყო, იმიტომ რომ დრო იყო რა, დრო იყო და ხო, რა დაიწყო ადამიანმა და განვითარება წოვა. ასე რომ მეტი ხინკალი ჩვენ, მეტი ხინკალი ეს, მეტი ხინკალი სოფლიოს. ამინ. გაუმარჯოს ხინკალს. ხინკალს და ბუნკერს გამომარჯოს. ბუნკერი. წარმატებებს გისურვებთ მეგობრებო, ძალიან კაი თემას აკეთებთ. დაყურები მაქვს. ერთი სტუმარი დაგვემატა. შეგოგე, ჩვენი ოქრო კაცი. აი ეს შემოვიპატიჟეს გახმარო. აქეთ შემოვიდა. აქეთ მოვიდე. რეჟისორა გვეუბნება რომ აქეთ მოდიოდა, მოდია. პროდიუსერები როგორ გაblataვდით რომ რეჟისორები ჩვენ უნდა რეჟისორები. ბიჭო, ნახე, რომელიც უმაგრესი თიმი დგას უკან რა, ჩვენ ხო არა ვართ მარტო არ. ეგრეა. წინ უკან. კამერის უკან. არა, ლოგიკურია კამერის უკან. მადლობა საჭაშნიკეს ლებო რა. მადლობა საჭაშნიკეს. რო ის ამბავი გრაგულობა მოგცა რომ არ ჩავეწერათ ეს ეპიზოდი და ესეთი იჯა გემრიელი სტუმრები შუქზე გამოჩნდა ხოთე. მეგობრებო, მადლობა უთხრათ საჭაშნიკეს რომ ბუნკერი გაიცანით რა. დაგვაჭაშნიშნე კაბინეს. ბუნკერი გაგაცნეთ. გაგაც. ბუნკერი ხუმრობა არ არის ეს. მე სხვათა შორის აცას აქტიური მომხმარებელი. ხან ხუმრობაც არის რა. ეს აი კაცი არის აცა გავდგასი ჯული თქვენ? რა? აცა. როგორ არის? რა საყარაო? რა? ეს კაცი არის აცა. შენ წავდა. მე ვწვავ. მე ვწვავ, დიახ, მე ვწვავ და მოწველი კაცი. წველი, დიახ, არა, დავწვავ. მართლა ძალიან გემრიელი. ძალიან მაგარი, ძალიან მადლობა. ჩვენი სპონსორი დღეის შემდეგ იქნება პაცა. ოპა, რა ხედავ რა? რატომ მეძახია? იაფია, აგეთით ვარა. აჩე მე მგონია რომ ადმინისტრაციამ გადმოხტარა და ის ჩამოვარდა ხოთა საფრანგეთის მერხითო დაჭამდა. ეს ბუნკერს გამოიმენეს. საქმეს არ აკეთებ და ხა საათ როტოდაო. ეს არ უნდა ყოლოდა. კეიფში გადაგეზარდა. კეიფში გადავზარდოთ რა ხინკალი. აი ეს ნაგავი აი ამ აკე ხინკალი. აო, ბოდიში. მეტომეტეს მაგიჯინავს. ბიზნესი არ ჩავარდა. აო, ბოდიში. აო, ბოდიში. არ გვაცდიან. არ გვაცდიან. ხინკალი ჩავეთ, ეს არ მოიქცეს, ეს არ გამწირო. არის მის. წავედ, ცო დამთავრდა. წავედ დაოსო. ხელი ხინკალი არის. ხინკალი გაია, ხინკალს გაუმარჯოს. ხინკალს და ბუნკერს. ერთი წამი მაჩუქე. მეგობრებო, ეს იყო ბუნკერი. გამოვიწერეთ ვითარებაში. არხი გამოიწერეთ. ლაკი